მოგესალმებით. ჩამოვიდა დედიკოს გამოგზავნილი ამანათი იტალიიდან. ორია, ეს პატარაა და მეორე უფრო დიდია. ესე იგი ისეთი მძიმეებია, რომ ძლივს წამოვიღე. ტაქსი ხო გამოვიძახე და 5 წუთი მომიწია ლოდინი სანამ ტაქსი მოვიდოდა და ისე ცივა ხალხო. ძალიან ცივა, ძალიან ქარია. სოფელში მოთოვა ჩვენ. ახალი წელი ისე უცებ მოვიდა. ვეღარც კი გავიგე. და ძალიან მიხარია, რომ წელს ახალ წელს არ მუშაობ. სოფელში წავალ. სოფელში შევხვდები ახალ წელს. თან ეხა თოვს და იმედია მე რო ჩავალ დამხვდება, იმიტომ რომ ამინდის პროგნოზი რომ ნახე სულ ცუდი ანუ სულ თოვლი და თოვლჭყაპი ახატია. რაიმე რამე არ გავჭრა ტანსაცმელები დევს. აჰა. ტანსაცმელები, კიდე ტანსაცმელები, ანუ რამდენი ტანსაცმელი მაქვს ნეტა იცოდეთ. ჩემს ვეხუმრები ხოლმე იტალიაში ვინც არის დედიკო დეი და თელი სანათესაო მეორადები უნდა გაგიხსნათ თქო. მეორადის მაღაზია. იმდენი მას აგზავნიან, რა ქვია, ტანსაცმელებს. ვეხუმრებით ხოლმე მეორადების მაღაზია გეკუთვნით თქო. აბა ვნახოთ. ძალიან ბევრი იტალიური ნობათი ჩამომივიდა, იტალიური მაკარონი, ტკბილეული რაღაცა. ნახოთ აბა რეებია. ამის გარდა კიდე სოფელში გააგზავნეს 2 ამანათი. ნუ ამაში ტანსაცმელებია სულ. სულ ტანსაცმელები არ არის. ვაუ. ნახოთ აბა. ამ ტანსაცმელებს ცოტა მერე ვნახავ. ჯინსია რაღაცა. აუ ეს ძალიან კაი რაღაცა. ოღონდ ძალიან ჩაჭყლეტილა, მაგრამ არა უშავს. რა წერია ვერ ვკითხულ, მამოუზატა. ანუ რაღაცა კექსებია, იქ ძალიან იაფი ღირდა რა. ანუ მისაღები ფასი ღირდა და ძალიან გემრიელი და ფაფუკია იქ რო ვიყავი ვჭამე და ძალიან მომეწონა და გამოგიგზავნოო და მეთქი კითხო. ეს არ არის იმდენად დაზიანებული და ეს ძალიან ის არის. ძალიან გემრიელი კექსებია მართლა, ზებრასავით არის შავთეთრია და რბილი ფაფუკის სასწაულია. აუ ეს რა კაი რაღაცა. შოკოლადის კვერცხები. ძალიან გემრიელებია. მიწის თხილი. ნახეთ რამდენია. მოხალული მიწის თხილი. ამჩენში რა გაქვს? ესეც რაღაცა. ეს იკაც საჩუქარია დეიდასგანო. ეს არის ჩემი დეიდაშვილის საჩუქარი დედამისისგან და დღეს წავიდა სოფელში. წეღან ერთად გავედით საქმიდან. ნეტა ჯერე ნახე. აბა ფეხსაცმელია. მაგრამ ვისია. ქალისაა, კაცისაა, ბიჭისაა, გოგოსაა. ძალიან კაია. ჩაიცმევდა ამას კაციც. ვა, ამაში რაღაცა წამლები დევს. ეს არ ვიცი ალბათ სიცხისა ალბათ გრიპის ჩაი. მაგას ვკითხავდე და ისევ ფეხსაცმელში როვდება ტიპი ვარ. ხო, ეს ფეხსაცმელები დროებით გადავდოთ. ეს ჩანთა რომელიც სავსეა. ვაიმე, აქ რა ხდება? ეცა ლალითო.
აი რეებს აღარა გზავნიან გეხვეწებით ნახეთ. ანუ ყურში გავიკეთო რეებს აღარა გზავნიან გიჟდებით. ხო გავხსნათ. იმედია ვიღაცის არაა, იმიტომ რომ აშკარად ქალის ჩანთაა და აუ ეს მე მგონი, აუ ამას არ გავხსნი. ხო, ეს მე მგონი დედაჩემმა ჩემ ნათესავს გამოუგზავნა საჩუქრად. და მოდი არ გავხსნი, ჯერ ვკითხავ. და მერე გავხსნი რა, ანუ იმისი თუა მივცემ ვაჩუქებ. ხო, ეს აშკარად არ არის ჩემი. იმიტომ რომ დედაჩემი აპირებდა ერთისთვის საჩუქრის გამოგზავნას. ხო და მე მგონი ეს რადგან ამაში ალაგია. მე მგონი მაგისი უნდა იყოს, ასე რომ ამას არ შევეხები. აუ ეს რა არის ფისტა? კიდე მიწის თხილი, ვაიმე არა და რა წონა აქვს და ძალიან ძვირი ჯდება გამოგზავნა. ესეც მიწის თხილია. მე მგონი ფისტაც უნდა იყოს, იმიტომ რომ დედაჩემს უთხარი რომ აქ ძალიან ძვირია და გასინჯვა მინდა თქო რა, ანუ ჩვეულებრივი თხილისავითაა თქო, მაგრამ აი აქ არის 1000 ხარახურა. ეს ლალი. ვაიმე სილიკონისაა, ძალიან ფაფუკია და ეს ალბათ იმას ეკრობა შუშას. ამას სოფელში წავიღებ, აქ ფანჯარაც არ მაქვს, ისეთ სახლში ვცხოვრობ. ან სარკეზე გავაკრავ. სილიკონისაა და ნახეთ რა საყვალობაა, თოვლის ბაბუა, ხო, ნაცვის ხეები, ნახეთ. სილიკონია როგორი ფაფუკია, იცით? ამას გავაკრავ ჩემთან სოფელში ემაზე. აი ესეთ რაღაცებს ყოველი ამანათის გამოგზავნისას დედაჩემი სულ აგზავნის ესეთ რაღაცებს. აუ ეს კაია. ამის ზეთს ხმარობ იმაზე ზუსტად ესეთია, ოღონდ ზეთი თავზე თმაზე. ანუ გეფიცებით მე რო თავის მოვლის საშუალებები მაქვს, დაწყებული მაზიანა, კრემიანა, შამპუნიანა, ბალზამიანა, ეგეთი რა ვიცი, კაი მოვლილ ქალს არ ექნება იმდენს აგზავნის და აგზავნის დედაჩემი ამ მოვლის საშუალებებს. დეზადორი იქნება ეს. საპარსი ბიგები, ბიგი არ არის, მაგრამ რაც არის. სავარცხელი. აი ესეთ რაღაცებს რო აგზავნის ძალიან ნერვები მეშლება, იმიტომ რომ მეწოდებასავით რაღაცნაირად, იმიტომ რომ ანუ აქ ხო იყიდი სავარცხელს სამლარად და იქ სულ რო არ იყიდო ამაში მაინც იხდი ერთი სამლარს მაინც იხდი გამოგზავნაში და საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი წონა გროვდება და ესეთ ელემენტარულ რაღაცებს რო აგზავნის და მე ძალიან ბევრს იხდის ფულს გამოგზავნაში ძალიან მეწოდება. ესენი საჭიროა. ანუ ესეთ რაღაცებს რო აგზავნის რა, გიждები. დედის გული მაინც სულ სხვა. აი ეს მაგალითად უკვე მაჟრიალებს, აი ამას ხელს რო უსმევ, ამას მაჟრიალებს უკვე. ქლებია. აი ეს ის არის რა ქვია, სათვალის გასაწმენდი ტილო. კარგი. ეხლა გავხსნათ მეორე ამანათი. 3 საათზე სამსახურში უნდა გავიქცე და ამ ყველაფერს რა ჩაალაგებს. თან ეს დღეები მუშაობ ბოლომდე გადატვირთული. ჯერ პირველი 35 წუთია. ბოლომდე გადატვირთული მუშაობ და მე ეგრევე სოფელში გავდივარ. სოფლიდან რო ჩამოვალ, მე 2 დღე მუშაობ ისე მთელი დღე. ეს არის მეორე. ოი, აქ ის არ გამოჩნდეს ჩემი ნომერი და რაღაცეები. ესეც მეორე. აუ ამას რა გაჭრის. გიждები რა დასკოჩილი ამანათების გაბძღვნაზე.
ამაშიც ტანსაცმელი დევს პირველი. ანუ სოფელში ხო გააგზავნა ტანსაცმელი, მეთქი აქ თბილისში ტანსაცმელი არ გამომიგზავნო, თავზე მაყრია ისედაც ყველაფერი იყო და რო რამე ბინის გამოცვლა რო დამჭირდეს, მეზარება მე ამდენი გადატანა გადმოტანა თქო რა. ხო და მაინც გამოუგზავნია ტანსაცმელი თბილისშიც. ამათ გაფრთხუნაზე ვიშტები. იმენა ვებრძვი რა. ოპა, აქ რა ხდება? ой, აქ ხდება რაც ხდება. ძირითადად სულ ტანსაცმელებია. გინდა არ გინდა მაინც მიგზავნის. სად წავიღო ამდენი ტანსაცმელი უბრალოდ არ ვიცი. აი რა ამბავია რა. აუ ეს ძალიან კაი ის არის კაპიშონი არის სქელით, თბილი და ძალიან ლამაზია. მაგრამ პატარაა ეს ჩემთვის, აი რო შევხედე ეგრევე მივხვდი რომ პატარაა ჩემთვის. ამაში ჭიქები დოს თუ რადე. აი ეს რა არის აბა? ეს რა არის? ისა სუხარიკებია. გვალი სუხარიკები. გიშდები. აუ ეს ძალიან კაი რაღაცა. დნარი ყველი არის. ეხა მირეკავს დედა ჩემი, მაგრამ ვიდეოს ვიღებ და ცოტა ხანში გადმოგირეკავ დედიკო მაპატიე. ეს არის მდნარი ყველი 100 ცალია მე მგონი თუ 50 ცალი. 32 ფეტინეო, 32 ცალი. ჩვენთან რო ღირს 6 ცალი ხალხო, ყველაზე მინიმუმ, ყველაზე იაფიანი მდნარი ყველი ჩვენთან ღირს 6 ცალი 4 და 95. ეს გულისხმობ ჩემ მაღაზიაში 4 და 45. და იტალიაში ეს ღირს 6 ევრო თუ ნუ აქციაში როცა არისო დედაჩემმა მე მგონი 4 ევრო ღირსო და ძალიან კაია. იქ რო ვიყავით მე და ჩემი ნაცისავე იტალიაში ტოსტებს ვაკეთებდით რა, ისა იმას პომიდორს დავჭრიდით, ამას ნარყველს დავადებდით და ძალიან გემრიელი ყველია და მეთქი გამომიგზავნე აუცილებლად თქო. და ძალიან კაია. ხო, ეხლა ესენი ნახოთ. ეს არის მაკარონი ყავისფერია და ძალიან წესით ძალიან კარგი უნდა იყოს, ნახეთ. სერია, ანუ მუქი ფერისაა. მაკარონი სადრა დავალაგო უკვე აღარ ვიცი. აუ აქ რა ხდება? ძეხვი. დედაჩემს რო ვაჩვენე აქაური ძეხვის ფასები, გაგიჟდა გადაირია. ხო. აუ ეს არის ძალიან ისა რა ქვია ხარისხიანი. ანუ ჩვენთან როა ეხა მაგალითად სანტე, სოფლის ნობათი, რომელსაც რძის ნაწარმი შემოაქვს, ეგრეა მე მგონი ესეც იტალიაში. იმიტომ რომ ამას გახეხილი ყველიც აქვს. პისტა. ძალიან ცოტა ყრია ამაში, მაგრამ 1 ევრო ღირს. 3 ლარი. და ჩვენთან ახლა ესეთ შეფუთვა რო იყოს ეღირებოდა 5 ლარი. იმიტომ რომ ამხელა შეფუთვები 25 ლარი ღირს ჩვენთან პისტა.
გავსინჯავ აუცილებლად. ეს არა არისო? ბრედო კლასიკო. არ ვიცი, რაღაცა პელმენის მაგვარი რაღაცა ხატია. ოღონდ არ ვიცი რა არის. ჩემ გაჩეჩილთმებს ნუ შეიმჩნევთ გუშინ. ვიბანავე და ისეთი გაბურწყნული ვარ, ქუდის მოხსნა აღარ მინდა. თმის ზეთი კი წავისვი, მაგრამ ეს ალბათ როგორც ჩვენთან ის არის, რა ქვია, ოღონდ შედარებით უფრო რბილია. ჩვენთან რო არ ასეძახიან გალინა ბლანკას რო ეძახიან, ხო იცით? ეგ არის ალბათ დარწმუნებული ვარ, რომ ეგ არის. ეგ იქნება. ნუ ყველაფერი უნდა ვკითხო მერე რა არის. აი ეს ნახეთ. ანუ დედაჩემს ეცვა ეს იტალიაში. დედაჩემს ეცვა ეს იტალიაში და მეთქი აუ რა საყვარლობაა ძალიან გიხდება თქო და ვაიმეო მართლაო ბებიასაც ისე მოწონსო რო არ მაცვია რატო არ გაცვიაო მეკითხებაო და მეთქი კი ძალიან საყვარლობაა თქო და ჩაიცმევო გამოგიგზავნოო ანუ ძალიან ფერადი როაო ძალიან ჭრელა როა ჩაიცმევო გამოგიგზავნოო და მეთქი არა რა გამომიგზავნო შენ ხო გაცვია და ძალიან გიხდება და გქონდეს თქო და გინდა არ გინდა გამომიგზავნა და მეთქი ახლა მაგას რომ მიგზავნი ბებია არ მოიკითხავს თქო თუ ეგრე ძალიან მოეწონა ხო იკითხავს რატო არ გაცვია ხო კითხავს თქო და არაო ეგეთი ვიყიდეო მეორეო ამას სოფელში ჩავიცმებ ძალიან საყვარლობა თან დედიკოს ეცვა ეს რა არის კაკაო მეც არ ვაკეთებდი ხა აქ იმას რა ქვია კექსებს და რაღაცებს მაგრამ იყოს ეს მეორე მაკარონი და აი იმაზეც ეთყობა რა ქვია თვითონ მაკარონს ეთყობა ფერზე და ხაზებზე და ყველა ფერზე რომ იტალიურია ანუ ძალიან მაგარია შემდეგი უეს ფისტა მეორეც გამოუგზავნია ესენი აი ეს ცეხვები ჩვენთან ღირს ეს ახლა ცოტა უფრო პატარაა შედარებით ცოტათი უფრო დიდი ცეხვები ჩვენთან ღირს 25-27-29 ლარები და ეს ახლა იტალიაში არ ვიცი რა ღირს მაგრამ ლარში რო არ გადაიყვანო და თუნდაც გადაიყვანო მაინც უფრო იაფი გამოდის აი ეს არის იტალიიდან რო წამოვედი ეს გამომატანა ბებიამ 3 ცალი იყო თუ 5 ცალი ბებიამ გამომატანა ეს საჩუქრად და ის უკვე რამდენი ხანია დავამთავრე და დედიკოსაც გამოუგზავნია 4 ცალი გახეხილი პარმეზანიო თუ რაღაცა პორმიჯიანო პარმეზანი 4 ცალი აიმე აქ რა ხდება მაგიდა სკამი ლოგინი ყველგან რაღაცა მილადია ეს არის ნაღები ხო ეს არის ნაღები ეხა უნდა მოგიყვეთ ერთი ამბავი ნაღებზე და მაკარონზე და ყველზე გამახსენდა მოკლედ სამსახურიდან ადრე დავბრუნდი იმ დღეს რა და ის ბოლო 2 დღე ატეხილი მქონდა რომ კაი გემრიელი პასტის გაკეთება მინდოდა წავედი ლიბრეში ლიბრე არაა ძვირიანი მაღაზია ვიყიდე რაღაცები ოღონდ კაი რაღაცები ვიყიდე მართლა ნაღები მაკარონი მდნარი ყველი მაგარი ყველი ყველანაირი რა ძალიან კაი რაღაცები ვიყიდე და ახლა ბევრი არ მიფიქრია და სალაროსთან რომ მივედი მეთქი 1.35 ლარზე ავათქო გაატარეს და 75 ლარიო და რა იყო 75 ლარის ძალიან გემრიელი პასტა კი გავაკეთე და ჩემებმაც მომიწონეს
და აი დაახლოებით ამ ხელა ნაღები ღირდა 9 ლარი. მე რო იტალიაში ვიყავი, ფასებმა შოქში ჩამაგდო. ანუ ევროპა როა და ორმაგი ხელფასები რო აქვთ და პროდუქტი რო ეგეთი იაფიღირს, ანუ ენერგეტიკული რომელიც ღირდა ევრო და 20 ცენტი, ჩვენთან ღირს 7-9 ლარი მონსტერი. რავი, ზოგი პროდუქტი ლარშიც რო გადაგეყვანა, უფრო იაფი გამოდიოდა. სიგარეტები, რა ვიცი, 6 ევროზე, 7 ევროზე მეტი ძვირი არც ერთი არ იყო. ნუ ეხლა ლარში რო გადაიყვანო ძვირია, მაგრამ ლარში არ უნდა გადაიყვანო. იმიტომ რომ იქ თუ ევრო არის, სამაგიეროდ ხელფასებიც ორმაგია. ეხლა ჩვენმა რომელიღაცა პოლიტიკის წარმომადგენელმა თქვა, რომ ისაო რა ქვია, დავარეგულირებთო ფასებსო, შევთანხმდებითო ქსელურ მაღაზიებსო და რაღაცა დავწევთო ფასებსო, მაგრამ ნახოთ აბა, ამ საშინელებაა ხალხო მართლა. მეც ხო მაღაზიაში ვმუშაობ და აი მომხმარებელი რომ მოვა და პროდუქციას რო გავუტარებ, უმეტესობა გაშტერებული იყურება. აი პროდუქციას რო გავუტარებ და ვეტყვი რომ ვთქვათ 23 ლარისაა. გახედავს რა იყიდა, გახედავს, გამოხედავს, მე შემომხედავს და მეტყვის რომ 23 ლარის რა გამოვიდა. და ძალიან ხშირია სამწუხაროდ ეგეთი სიტუაცია და გული მწყდება, რომ ანუ მართლა ყიდულობენ 100 ლარისას, 200 ლარისას და გავხედავ და არაფერი არ არის. რამდენი მოხუცები შემოდიან და აი სუხარიკს იყიდიან, მარტო ჩაის იყიდიან და 20 ლარზე ადიან და პენსია აქვთ 300 ლარი. ძალიან რთულია. აი ესენი მე რაც არ მიყვარს ისენია. აი ეგეთი რაღაცები არ მიყვარს. ტუნა და რაღაცები არის. არ ვიცი, თევზის ხორცია თუ რისი ხორცია, არ ვიცი, სავარაუდოდ თევზი. ბოდიშით ფულს რო ამბობ, მაგრამ თევზეულს ვერ ვიტანს საერთოდ. აი თევზი ახატია და აქაც ნავი ახატია. აი ეგეთ რაღაცებს ვერ ვიტან. ეხლა უნდა გაცინოთ. იქ იტალიაში რო ვიყავით მე და ჩემი ნათესავი, მე რამდენად ვამბობ უკვე. საუკეთესო მოგონებად დარჩება მართლა ჩემთვის ეგ 20 დღიანი მოგზაურობა იტალიაში. მოგზაურობა რა, ნუ ძალიან კარგი იყო რაც იყო. ყველაზე საუკეთესოდ დამამახსოვრდება მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და ეხა უბრალოდ გული მწყდება, რომ სხვა წინ მქონდა და დღე ისე გავიდოდა უკვე, რომ ერთხელაც არ ჩავდიოდით სხვაზე. ან კიდე 20 დღე რო იტალიაში ვიყავი და ანუ არსად რო არ გავედი, არ გამოვედი. ნუ ეხა პირველი ჩასვლა იყო და ძალიან არ ვიცოდი სად რა იყო და როგორი სიტუაცია, ახლა უცხოეთში რო ჩადიხარ რთულია თავიდან. მაგრამ ეხა გული მწყდება, რომ საერთოდ სახში ვიჯექი, მეძინა, რავი, უკვე არსად არ გავდიოდი, არსად არ გამოვდიოდი და დრო გარბოდა. და ეხა ვნატრობ, რომ ძალიან მინდა ან ტურით წასვლა, ან ჩემით დამოუკიდებლად წასვლა იტალიაში, რომის ნახვა მინდა ძალიან, ვენეციის ნახვა მინდა ძალიან და ეხლა მართლა იტალიიდან ჩამოსვლის მერე ჩემი ოცნება, ანუ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა უკეთესობისკენ რა. პირველ რიგში მაგ მოგზაურობის მერე გამიჩნდა ახალი ინტერესები მოგზაურობის მიმართ. ჯერ მინდა იტალიის კარგად მოვლა, მერე მინდა პარიზში მოგზაურობა. ასევე საოცნებო სამსახურის ინტერესი გამიჩნდა. პირველი მოგზაურობის შემდეგ, რის გამოც ვიბრძვი, შრომობ და იმედი მაქვს, რომ ოდესღაც მივაღწევ იმას, რომ მაგ საოცნებო სამსახურში ვიმუშავებ. ხო. და რავი, ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა უკეთესობისკენ. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის მიიწურა უკვე 2025 წელი, მართალია დრო ისე გარბის, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ, მაგრამ ჩემთვის 2025 წელი იყო იდეალური წელი, საუკეთესო წელი. რავი, ჩემი თავის შესწავლის წელი იყო, მოკლედ, გავაგრძელოთ ახლა.
ეს რა არის? ეს ნესკვიკის მაგვარი რაღაცა? კი ბატონო, კაკაო ოლე. ნესკვიკები როა ჩვენთან ეგეთ შეფუთვაშია. კაკაო ოლე. ეს რა არის? ეს თხილია მე მგონი. ხო. რაღაცა არც მიწის თხილს გავს და არც თხილს გავს. რამდენი თხილეული გამოუგზავნია. ყავასთან ძალიან მიყვარს თხილეული, ანუ ტკბილზე მეტად ყავას ვაყოლებ ხოლმე თხილეულს და რაღაცა ესეთ, რა ქვია, მარილიან რაღაცა. ეს არის ზეთის ხილი. არ მიყვარს თქო და მაინც გამოუგზავნია, არ ვიცი ჩემს ძმას უყვარს თუ არა. მე მგონი წესით ჩემს ძმას უნდა უყვარდეს. თუ არ უყვარს მოეწონება მაინც. მე არ მიყვარს ზეთის ხილი. ესე ისეთი შეფუთულია. მოდი ესენიც დავხსნათ, ოღონდ დანასაწავია. ამაში გასატეხი რაღაცეები დევს და ისეთი შეფუთულია. რო რავი. ვეღავზივარ ხალ. აუ ბამბაში დევს და რავი სასწავლო რაღაცეებში დევს. რო არ გატეხილიყო გზაში. არაქისის კარაქიც არის. ნუთელაც არის. აუ ძალიან დავიმტვერები ახლა. აი ეს ნუთელა, იტალიური ნუთელა. აი ეს ზომა ნუთელა ჩემთან სპარში ღირს 25 ლარამდე. ზუსტად ეს ზომა. ჭიქადევს. ჩემი სუსტი წერტილი. ძალიან მაგარი იყო. გრინჩს არ გავს. ეს ნახე ჩემნაირი წყვილი რო აქ. ძალიან საყვარლობა, ეს მართლა მაგარი იყო. თან ჭიქებზე ვგიჟდები. საოჯახო ჭურჭელზე, აუ ძალიან დავიმტვერე. ვნახოთ ეს რა არის. ეს არის ყავა, ჯერეზი. უნალექო ყავა არის. ამ ბოლო დროს ნალექიან ყავაზე მეტად უნალექოს ვსვავ. ზოგადად ყოველთვის ჩემი საყვარელი ყავა იყო ნალექიანი ყავა. მე და დედიკო ვსვავდით ხოლმე ბავშვობიდან სოფელში ყავას ნალექიანს სულ. მაგრამ სამსახურის გადამკიდე უნალექო ყავა გახდა ჩემი ფავორიტი, იმიტომ რომ ნალექიანზე მეტად მაინც უნალექოს ვსვავ იქ. ეს არის შავთეთრი. რამხელა წონა აქ. შავთეთრი ნუთელა. თეთრ შოკოლადებზე ვგიჟდები ზოგადად. უი, კიდე რამდენი გამოუგზავნია. 2 შავი, 1 შავთეთრი. ეს ჩვენი ბოლო განყუთვა. ოღონდ ისეთი შეფუთულია, რომ რა ვიცი რა.
აქ უნდა იყოს არაქისის კარაქიც. აუ ბამბაშია ისა. შეფუთული და ბამბამ ძალიან დამსვარა. ჯერ სკოჩი მოვხიოთ. და მე თავისით გაიხსნება რა. ეს არის არაქისის კარაქი. იტალიურია თქო, ვერ ვიტყვი ყველაფერზე, შეიძლება უბრალოდ იტალიაში ნაყიდია და იტალიიდან გამოგზავნილი თორე. ხო შეიძლება რომ იტალიაში თუ სხვა ვიღაცას შექონდეს. სხვა ქვეყნიდან შექონდეთ. ой, რამდენი გამოუგზავნია კაი ბლომად. კაი ხანი გვეყოფა. სამი ცალი. ეგარი და ეგაო. ეხა ასაცმელსაც ვნახავ. შევათვალიერებ. თქვენ გარეშე ოღონდ თორე ძალიან დიდი გამოდის ვიდეო. მოდი ეს გავსინჯოთ ერთი წელი. იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს. დედაჩემს ძალიან მოეწონა გემოზე. ძალიან კაია. ანუ ვაფშე განსხვავებული გემო აქვს, მაგრამ მოხალული თხილის, მოხალული მიწის თხილის, მოხალული ნუშის, რაღაცა მაგდაგვარი გემო აქვს. ბოლოში ცოტა მოტკბო გემო აქვს. ბარემ რადგან unboxing-ის ვიდეოა, ეხა გაჩვენებთ ჩემი ამას გადავდგამ. ჩემი მენეჯერის საჩუქარს გუშინ სამსახურში მივედი და კომპიუტერის ქვემოთ ელაგა 3 ლამაზ სასაჩუქრე ყუთში შეფუთული საჩუქრები და ამოაქსა თითაოდ და ეს მარიამს, ეს მარის, ეს ბაჩოს და ჩუქნის საჩუქარს. მე ყოველ წელს ჩემ თანამშრომლებს საახალწლოდ ვასაჩუქრებო, ვახარებო და ძალიან გამიხარდა. აი ეს ნახეთ. რა ლამაზ ყუთში არის ჩადებული. ეს მე ვიყიდე. პირველ რიგში წაგიკითხავთ წერილს. ძალიან გაგვახარა მართლა. ძვირფასო ბაჩო, გილოცავ ახალ წელს, გისურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, პოზიტიურ ენერგიას და ბევრ წარმატებულ დღეებს. როგორც ცხოვრებაში, ასევე სამსახურში. და ახალი წელი იყოს შენთვის ყველაფრის შესრულების წელი. მიყვარხარ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ნახეთ. ძალიან ჩემი სუსტი წერტილები რა. დიდი ხანი არ არის რაც ვიცნობ და ზოგადად საჩუქრის შერჩევა ძალიან რთულია. მაგრამ ძალიან ისეთი ნივთები შეარჩია, რებზეც ვგიჟდები რა. ესეც საყვარლობას სანათია. საახალწლო სანთელია. ეს ტყბილეული მარსიანკა. შამპანიური. აქ არის შოკოლადები. და ყველაზე საყვარლობა ეხლავე მოვიტან. ამის დავლიე დღეს ყავა. ნახეთ რა სიცოცხლეა. ჭიქარი ორმხრივი. ანუ აქ ყვავილები ყრია და ამაში შიგნით შეგიძლია მიირთვა რისი მირთმევაც გსურს. ძალიან ჩატეა, დღეს ყავა დავლიე ამით. ძალიან ლამაზი ფერებია,
ძალიან მომეწონა ფერები და ძალიან საყვარლობაა, რამდენი შევხვდებოდი ესეთ ჭიქებს, ყოველთვის მინდოდა ყიდვა. მაგრამ ცოტა ისეთი ძვირი ღირს არასდროს არ მემეტებოდა ფული. ხო და სამყარომ გამომიგზავნა. ძალიან საყვარლობაა და უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. ეხლა წავედი ამ ყველაფერს დავახარისხებ, შევალაგებ, უცებ და მერე უკვე უნდა გავიქცე სამსახურში. აბა ჰედ და აბა ჰოთ. თუ მოგეწონათ დაალაიქეთ აუცილებლად.